გამარჯობა, ჯოში ვარ და დღევანდელ ეპიზოდში The Infographic Show-ზე ვაპირებთ შევხედოთ მამაკაცის სხეულის ენის ყველაზე უცნაურ ფაქტებს მეცნიერების მიხედვით. ეს უკვე თავიდანვე უცნაურია. იცოდი, რომ წვერი სერიოზულობას ნიშნავს. 1976 წლის კვლევის მიხედვით მამაკაცები, რომლებსაც წვერი აქვთ, აღიქმებიან უფრო დომინანტებად ვიდრე ისინი, ვინც პირწმინდად გაპარსულები არიან. წვერი ვიზუალურად ზრდის თავის ზომას, რაც ადამიანს უფრო დიდსა და დამაშინებელს აჩენს. ეს შენს კონტროლქვეშაა, მაგრამ ყველაფერი ასე არ არის. სინამდვილეში არსებობს ერთი ფიზიკური ნიშანი, რომელიც შეიძლება წინასწარ განსაზღვროს მამაკაცის ხელფასი და წარმატება, სანამ ის სიტყვასაც კი იტყვის. ცუდი ამბავია იმ მამაკაცებისთვის, ვისაც სიმაღლეში არ გაუმართლა. სიმაღლე მამაკაცის სხეულის ენაში დომინანტობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება. მათ უფრო მიმზიდველებად აღიქვამენ, აქვთ უფრო მაღალი თვითშეფასება და გასაკვირი არ არის, რომ მაღალი მამაკაცები უფრო ხშირად იკავებენ ლიდერულ პოზიციებს, საშუალოდ მეც გამოიმუშავებენ და უფრო ხშირად დაწინაურდებიან. ბოლო 10 წლეულების კვლევები წამტკიცებს ამას, ასე რომ დაბალმა ბიჭებმა შეიძლება პლატფორმიანი ფეხსაცმელი განიხილონ. რა თქმა უნდა, სიმაღლე ერთადერთი გზა არ არის, რითაც მამაკაცები თავდაჯერებულობას ან დომინანტობას აჩვენებენ. ყოველ ჯერზე, როცა ორი მამაკაცი ერთმანეთს ხვდება, უხმო ბრძოლა მიმდინარეობს. ხელის ჩამორთმევა სინამდვილეში ერთ-ერთი ყველაზე ინტიმური ფორმაა არაფორმალური სხეულის ენისა, რომელსაც იყენებენ იმისთვის, რომ სწრაფად გადაცენ ინფორმაცია საკუთარ თავზე. მამაკაცები ხშირად აღიარებენ, რომ ისინი არა მხოლოდ ცდილობენ რაღაცის გადმოცემას ხელის ჩამორთმევით, არამედ აფასებენ სხვა მამაკაცებსაც იმავე ხელის ჩამორთმევით. და ხელის ჩამორთმევის ერთი ტიპი არ არსებობს. მამაკაცების უმეტესობა დომინანტურ ხელის ჩამორთმევას ცდილობს. ესეთი ხელის ჩამორთმევის ამოცნობა შეიძლება იმით, რომ ხელი ქვემოთაა გადახილი, რაც მეორე ადამიანს აიძულებს თავისი ხელი ჩააბაროს ჩამოსართმევად. ამას ხშირად თან ახლავს თვალებში ყურება და მჭიდრო მოჭერა. ყველას გქონია შემთხვევა, როცა ზედმეტად მტკიცე ხელის ჩამორთმევა მიგვიღია. საპირისპიროდ, დამყოლი ხელის ჩამორთმევა, როცა ადამიანი პირველი უწუდის ხელს, ხშირად ნიშნავს, რომ მამაკაცი ნდობასა და გახსნილობას აჩვენებს. თუმცა ეს შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ მამაკაცი თავს დაშინებულად გზნობს, უფროსის ან ასაკით დიდი ადამიანის წინაშე. ეს შეიძლება იყოს მცდელობა, რომ მეორე ადამიანი კომფორტულად იგზნოს თავი. მაგრამ რა ხდება, როცა ორივე ვარიანტის უპირატესობას აერთიანებ? უფრო იშვიათი ტიპის ხელის ჩამორთმევაა ის, როცა ადამიანი ერთდროულად ორივე ხელს იყენებს. ერთი ხელი ქვემოდან უჭერს მეორე ადამიანის ხელს, ხოლო მეორე ხელი ამავე ხელის გარედან ეხება. ესეთი ორმხრივი ხელის ჩამორთმევა, როგორც წესი, ერთდროულად დომინირებასა და ნდობას გამოხატავს. ეს ემსახურება როგორც ძალის გამოხატვასა და სიტუაციის კონტროლს, ასევე მეორე ადამიანის დამშვიდებას. მაგრამ აქ კიდევ ბევრად მეტი რამ ხდება. კაცები ხშირად უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ თვალის კონტაქტს ვიდრე ქალები. კვლევები მიუთითებს, რომ ქალები ყურადღებით აკვირდებიან, მაგრამ მათი მზერა უფრო ხშირად მოძრაობს. კაცები პირიქით უფრო ხშირად აფიქსირებენ თვალებს ერთ ადგილზე. ზოგიერთს შეიძლება მზერით შეჯიბრებას გავდეს, სადაც არც ერთი მხარე არ აშორებს თვალს, რადგან დომინანტობა ჩანტობა ჩუმად ყალიბდება. ეს განსაკუთრებით ხშირია ცხარე კამათის დროს, როცა თვალის კონტაქტის გაწყვეტა შეიძლება აღიქმებოდეს როგორც დათმობა. სხეულის ენის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი იარაღი კი დისტანცია. მაგრამ ფრთხილად იყავი, თუ როგორ იყენებს კაცი თავის პირად სივრცეს, ეს ზუსტად აჩვენებს, რამდენად გცემს პატივს. ეს უხილავია, მაგრამ ყველას გვაქვს პირადი სივრცე, ბუშტი ჩვენს გარშემო. და როგორც კი ვინმე ამ საზღვას გადაკვეთს, მაშინვე ვიწყებთ დისკომფორტის განცდას. ყველასთვის ეს დისტანცია განსხვავებულია და ამ ზღვარის გადაკვეთა ხშირად შეუმჩნევლად ხდება. საშუალოდ კაცები ამბობენ, რომ მათ უფრო დიდი პირადი სივრცის ბუშტი აქვთ ვიდრე ქალებს, ამიტომ ისინი უფრო ხშირად გრძნობენ საფრთხეს ამის გამო. პარადოქსულია, მაგრამ კაცები მაინც უფრო ხშირად არღვევენ ქალის პირადი სივრცის ბუშტს დომინირების დასამტკიცებლად, მიუხედავად იმისა, რომ ქალებს როგორც წესი უფრო პატარა პირადი ბუშტი აქვთ. და ამას ხშირად მათი დგომის მანერითაც კი შეამჩნევთ. პოზა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მინიშნებაა ადამიანის ხასიათზე. ქალები შეუმჩნევლად ცდილობენ, რაც შეიძლება ცოტა ადგილი დაიკავონ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ხშირად მჭიდროდ დგანან, ხელების ხელთან ახლოს აქვთ, ფეხები ერთად. კაცები კი პირიქით ფართოდ იკავებენ ადგილს. მათ პოზა როგორც წესი ღია აქვთ და ისინი ნაკლებად აქცევენ ყურადღებას სივრცეს, რაც ნიშნავს, რომ თუ დერეფანში ვინმეს გვერდით უნდა გაიაროთ, დიდი ალბათობით ეს კაცი იქნება. ეს ნაწილობრივ დომინირების აშკარა ნიშანია, მაგრამ ასევე უბრალოდ ყურადღების ნაკლებობაა. და არის ერთი სფერო, სადაც ეს ყველაზე მეტად ჩანს. ფეხებგაშლილი ჯდომა. ეს გახდა მოკლე აღწერა იმაზე, თუ როგორ შედან კაცები ისე, რომ გვერდით დაჯდომა თითქმის შეუძლებელია. ამას ხშირად ნახავთ მეტროში ან თვითმფრინავში, სადაც სივრცე უკვე ძალიან შეზღუდულია. ქალები ამას ხშირად დომინირების გამოხატულებებად აღიქვამენ, მაშინ როცა კაცები სხვა ახსნას აძლევენ. ისინი უბრალოდ ვერ აჭერენ ფეხებს ისე ახლოს როგორც ქალები, მათი ანატომიის გამო. ქალები ხშირად იკვეთენ ფეხებს, მაშინ როცა კაცები ფართოდ შედან, რათა ქვემოთ გარკვეული ნაწილები და არი დაიზიანონ. ეს ხშირად იწვევს იმას, რომ კაცები ორადგილიან სავარძელში სივრცის 55%-ს იკავებენ, მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი ხელებზეა დამოკიდებული. ხელები ადამიანის სხეულის ერთ-ერთი ყველაზე გამომხატველი ნაწილია, მაგრამ სწორედ აქ უფრო აშკარა ხდება განსხვავება კაცებსა და ქალებს შორის. ქალები უფრო ხშირად იჭერენ ხელებს გვერდით, აგრძელებენ საკუთარი თავის შემცირების პროცესს, რომ ნაკლებად შესამჩნევები იყვნენ. კაცები კი უფრო ხშირად იყენებენ ხელებს ჯესტიკულაციისთვის, რათა თავიანთი აზრი დააფიქსირონ.
ეს ზოგჯერ შეიძლება აღიქმებოდეს როგორც მუქარა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სიახლოვესთან ერთადაა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ჟესტები კომუნიკაციის დახვეწილი საშუალებაა და თითოეული ჟესტი თავის ისტორიას ყვება. სინამდვილეში მამაკაცის ხელისგულების მდებარეობა ნებისმიერ საუბარში საბოლოო სიცრუის დეტექტორია. ხელისგულები განზრახვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინიშნებაა. თუ მამაკაცი საუბრისას ხელისგულებს ზემოთ წევს ისე რომ თქვენ ხედავთ მათ, ეს ჩვეულებრივ მიუთითებს იმაზე, რომ ის ცდილობს იყოს უფრო გახსნილი და არასაშიში. ეს ყველაზე ნათლად ჩანს პოლიტიკოსებში, რომლებიც ხშირად გაწვრთნილები არიან, რომ გამოიყენონ ღია ხელის ჟესტები, რათა უფრო სტუმართმოყარეებად გამოჩნდნენ. ასევე შეამჩნევთ ამას, როდესაც ცნობილი ადამიანი სცენაზე გამოდის, ან როდესაც ახალ უფროსს წარადგენენ და სურს კარგი პირველი შთაბეჭდილება მოახდინოს. მაგრამ თუ მათ ხელისგულებს ვერ ხედავთ, ფრთხილად იყავით. ძალიან ცოტა რამ იწვევს სხეულის ენაში ისეთ გამამხელ ნიშანს, როგორც ტყუილი. თუ ვინმეს რამე დასამალი აქვს, უფრო მეტად ცდილობს ხელისგულები დამალოს. ეს თავდაცვითობის ნიშანია და მარტივად შეიძლება გადაიზარდოს ბრაშში, თუ მას შეეწინა აღმდეგებებიან. და თუ ეს მოხდება, დიდი ალბათობით დაინახავთ, რომ მათი ხელისგულები მუშტად იკვრება. ეს როგორც წესი ძლიერი სტრესის ნიშანია, იმ ტიპის, რომელიც ბრძოლა ან გაქცევის რეაქციას უკავშირდება. და ყველამ ვიცით, რომ მამაკაცები ხშირად პირდაპირ ბრძოლაზე გადადიან. მაგრამ ხელების კიდევ ერთი გამოყენებაც შეიძლება ისეთივე მრავლის მტკნელი იყოს. თუ ვინმე სახეს ეხება, ეს როგორც წესი მინიშნებაა, რომ თავში რაღაც ხდება. თავდაპირველად ეს დიდი მინიშნებად ითვლებოდა, რომ ადამიანი იტყუებოდა იმდენად, რომ ამ თეორიის მიმდევრები მაშინვე დაადანაშაულებდნენ ვინმეს, თუ ის სახეს ცოტა ზედმეტად ხშირად ეხებოდა. მაგრამ ეხლა მიიჩნევა, რომ ეს უფრო კორელაციაა, ვიდრე მინიშნება. პირიქით, სახეზე შეხება უფრო ხშირად სტრესსა და ღრმა ფიქრს უკავშირდება. რაღაც რასაც ადამიანი, რომელიც ცდილობს კარგად დაგეგმილი ტყუილი შეინარჩუნოს, უფრო მეტად აკეთებს და თუ ვერ ჩერდება ერთ ადგილზე, ეს კიდევ ერთი მინიშნებაა. კაცები როგორც წესი თავდაჯერებულად იქცევიან, თვალის კონტაქტს ინარჩუნებენ და კონცენტრირებულებიც არიან. ასე რომ თუ ბიჭი ამას არ აკეთებს, ეს კიდევ ერთი მინიშნებაა, რომ საქმე გვაქვს სტრესთან ან მოწკენილობასთან. ნერვიული წრიალი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინიშნებაა, რადგან მოუსვენრობა როგორც წესი ნიშნავს, რომ სხეული ვერ ჩერდება ერთ ადგილზე. ნერვიული წრიალის ზოგადი ტიპებია ფეხის კაკუნი ან სკამზე წრიალი, ხოლო უფრო აშკარა ქმედებები, როგორიცაა ფრჩხილების კვნეტა ან სახეზე ხელის ფათური, უფრო ხშირად ჩნდება მაღალი სტრესის სიტუაციებში. თუ მოულოდნელი ცვლილებაა, უმჯობესია ყურადღება მიაქციოთ. საუბარში დისკომფორტის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ნიშანი ხელების გადაჯვარედინებაა. ეს უფრო ხშირად მამაკაცებში გვხდება, რადგან თავდაცვითი პოზიციის ნიშანია. ქალები უფრო ხშირად გამენ ხელებს თეძოებზე, რაც საპირისპიროა უფრო გავრცელებული შეკუმშული პოზისგან. მაგრამ რადგან მამაკაცები ზოგადად უფრო მეტ სივრცეს იკავებენ, ხელების გადაჯვარედინება შეიძლება აღიქმებოდეს როგორც განცხადება, რომ საუბარმა იმ მიმართულებით წავიდა, რაც მათ არ მოსწონთ. ეს ქცევა ხშირად ჩანს უხერხული შეხვედრების ფოტოებში პოლიტიკოსებსა და მსოფლიო ლიდერებს შორის. აი ესე ხდება, როცა მამაკაცს არ მოსწონ ხარ. მაგრამ რა ხდება, როცა მოსწონ ხარ? ბევრი რამ არის დაწერილი იმის შესახებ, როგორ უნდა გაიგო, რომ მამაკაცი მიზიდულობას გრძნობს, მაგრამ მამაკაცები მაინც გარკვეულწილად საიდუმლოდ რჩებიან. ზოგადად ისინი ნაკლებად გამოხატავენ ემოციებს, ვიდრე ქალები, როგორც სიტყვიერად, ასევე სხეულის ენით. ამან ბევრი ხუმრობა გამოიწვია იმაზე, რომ მამაკაცები და ქალები თითქოს სხვადასხვა ენაზე საუბრობენ. მაგრამ ზუსტად ისე როგორც ჩვეულებრივ საუბარში, არსებობს უფრო დახვეწილი მინიშნებები, რომლითაც შეიძლება გაიგო, არის თუ არა მამაკაცი სიყვარულის განწყობაზე. და პირველი მინიშნება სწორედ პოზიდან მოდის. კვლევები აჩვენებს, რომ ზოგიერთი მამაკაცი უფრო ხშირად დგება გამართულად, მყარად აყენებს ფეხებს და ასწორებს მხრებს, როცა ქალი აინტერესებს. ეს მხოლოდ იმისთვის არ ხდება, რომ მაღალი გამოჩნდეს, არამედ იმიტომ, რომ ქალები ასეთ ქცევას უფრო ნაყოფიერების ნიშნად აღიქვამენ მამაკაცებში. ეს შეიძლება იყოს ცხოველური ქცევის ნაშთი, სადაც დომინანტური პოზები მნიშვნელოვან როლს თამაშობს პირველი შთაბეჭდილების შექმნაში, რაც ქალს შეხვედრაზე დათანხმებს. მაგრამ ჩვენ ცხოველები არ ვართ, ყოველ შემთხვევაში იმგვარი არა. თუმცა ზოგიერთი ეს სიგნალი იმდენად პირველყოფილია, რომ მისთვის ფიზიკურად შეუძლებელია მათი გაყალბება. ზოგიერთი ყველაზე გავრცელებული მამაკაცის მიზიდულობის ნიშანი სინამდვილეში ინსტინქტურია და ისინქტურია და ისინი ერთი შეხედვით აშკარა არ იქნება. ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და ძნელად შესამჩნევი ისაა, რომ მისი გუგები გაფართოებული იქნება. ეს ადვილად შესამჩნევი არ არის, თუ პირდაპირ თვალებში არ უყურებთ. მაგრამ აშკარა ნიშანია ის, რომ მისი თვალები უფრო მუქი ან ფართო გამოჩნდება და მისი გუგები გაფართოვდება, როცა მასთან ახლოს მიხოთ. ეს ფიზიოლოგიური რეაქციაა მიზიდულობაზე და ჩვეულებრივ ის დაკავშირებულია ემოციების გამძაფრებასთან და ნამდვილ ინტერესთან. შემდეგი კი შეიძლება ცოტა უფრო უხერხული იყოს. როცა მამაკაცი ფიზიკურ მიზიდულობას განიცდის, მას ხშირად უჩნდება ოფლიანი ხელისგულები. ეს ნაწილობრივ ნერვიულობის ნიშანია, რადგან მიზიდულობა მის ემოციურ მდგომარეობაზე მოქმედებს. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ სიტუაციაში, რომელიც შფოთვას იწვევს. ეს სტრესისგან გამოწვეული ფიზიკური რეაქციაა, მაგრამ ეს ერთ-ერთი იმ შემთხვევათაგანია, როცა შეიძლება დადებითი გვერდითი ეფექტი იყოს. რა თქმა უნდა, ამას მეორე მხარეც აქვს. ოფლიანი ხელისგულები უხერხულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს და მარტივად შეუძლია სასიამოვნო ურთიერთობა არასწორად წარიმართოს და საერთოდ არ განვითარდეს. მაგრამ არსებობს ერთი მიკროგამომეტყველება, რომელიც მხოლოდ წამს გრძელდება, მაგრამ აშკარა მინიშნებაა. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზიდულობის ნიშანი აწეული წარბებია. ბებია. ეს ჩვეულებრივ იმის ნიშანია, რომ ვიღაცა ყურადღებას აქცევს. თუ ლექტორი რამე საინტერესოს იტყვის, ნახავთ, რომ აუდიტორიაში ყველა სტუდენტს ერთდროულად აეწევა წარბები. მაგრამ ზოგჯერ წარბები მხოლოდ მაშინ იწევა, როცა მიმზიდველი ქალი ჩანს. ეს ხშირად ინსტინქტური რეაქციაა.
კაცმა შეიძლება ვერც კი გაიაზროს, რომ ამას აკეთებს. ზოგადად ეს მიუთითებს, რომ ის დაინტერესებულია და სურს მეტი გაიგოს. შეიძლება სთადოს საუბრის გაგრძელება. და ზოგჯერ მნიშვნელოვანია ისიც, რასაც კაცები არ ამბობენ. კაცები ხშირად ამაყობენ თავდაჯერებულობითა და სიცხადით. ისინი ქალებზე ნაკლებს ლაპარაკობენ, მაგრამ მოკლედ და პირდაპირ. ასე არ ხდება მაშინ, როცა ფლის დაობენ. 2020 წლის კვლევა მაჩვენა, რომ ადამიანები უფრო მეტად უჭირთ სიტყვების პოვნა, როცა ვინმეს მიმართ მიზიდულობას გრძნობენ და ეს ეფექტი მაშინ ეჩნდება, როგორც კი იმ ადამიანს შეხვდებიან, ვინც მოსწონთ. ეს ნიშნავს, რომ კაცს შეიძლება უფრო ხშირად დაეწყოს ბორძიკი, ან დაეწყოს ბორძიკი ან ენის დაბმა, რაც შეიძლება მომხიბვლელი იყოს, მაგრამ ასევე გააპუჭოს საუბარი. ისევე როგორც მიზიდულობა შეიძლება კაცს სიტყვებზე დააბორძიკებინოს, ასევე შეიძლება გამოიწვიოს მისი სხვანაირად მოქცევა სხვა მხრივაც. სინამდვილეში დამტკიცებულია, რომ როდესაც კაცი ცდილობს ვინმესზე შთაბეჭდილება მოახდინოს, ის უფრო მეტად ცდილობს მისი ქცევის გამეორებას. ეს ნიშნავს, რომ ისინი შეიძლება ისე მოიქცნენ, როგორც ჩვეულებრივ არ იქცევიან. ეს ქვეცნობიერი ქცევაა, რომელიც ძირითადად არაერბალურ კომუნიკაციასა და სხეულის ენაზეა ორიენტირებული. ეს ყველაზე აშკარა შეიძლება იყოს იმაში, თუ როგორ იჭერს ადამიანი ხელებს, როგორ ამყარებს თვალით კონტაქტს, ან როგორ ზის. ასე რომ, თუ მამაკაცი არ ღვევს მამაკაცის სხეულის ენის ჩვეულებრივ წესებს, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მისი ყურადღება სხვაგანაა. და ერთ-ერთი მინიშნება შეიძლება ყველაზე შეუმჩნეველი იყოს. პასუხი, რომელიც შეიძლება გითხრათ, უყვარდება თუ გაქცევას გეგმავს. დღეში რამდენჯერ ახამხამებთ თვალებს? ალბათ არც კი ფიქრობთ ამაზე, მაგრამ ამას მუდმივად აკეთებთ. საშუალო ადამიანი 15-დან 20 ჯერ წუთში ახამხამებს თვალს, რაც ნიშნავს, რომ დღეში 1000-ობით ჯერ ახამხამებთ. ეს ძირითადად ავტომატური ქმედებაა, რაც მას კიდევ უფრო უნიკალურს ხდის, როცა ეს ქცევა იცვლება. როცა მამაკაცი ვინმეს მიმართ მიზიდულობას გრძნობს, ერთ-ერთი პირველი ნიშანი ის არის, რომ ის თვალს აღარ ახამხამებს ისე ხშირად. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი ჩვეულებრივზე მეტად კონცენტრირებულები არიან, ამიტომ მათი სხეული განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მათთვის სასურველ ადამიანს. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია მაშინ, როცა ისინი პირდაპირ იმ ადამიანზე არიან კონცენტრირებულები, ვინც მათ აინტერესებთ. ისინი ცდილობენ სრულად აღიქვან ყველაფერი, რასაც ხედავენ და დაუკავშირდნენ იმ ადამიანს, ვისთანაც საუბრობენ. ასე რომ, თუ დააკვირდებით, რამდენად ხშირად ახამხამებენ თვალებს, შეიძლება რაღაც სიგნალებს გიგზავნიდნენ. მაგრამ რა ხდება, როცა ისინი უფრო ხშირად ახამხამებენ თვალებს? ეს როგორც წესი კარგი ნიშანი არ არის. გახშირებული თვალის ხამხამი დამატებითი სტრესის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიშანია. თუ საუბრის დროს თავს უხერხულად გრძნობენ, შეიძლება უფრო ხშირად ახამხამონ თვალები. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა იტყუებიან, ან ცდილობენ უფრო დაინტერესებულად გამოიყურებოდნენ, ვიდრე სინამდვილეში არიან. მაგრამ თვალის ხამხამი იმდენად სწრაფად ხდება, ყოველჯერზე დაახლოებით წამის 1/10, რომ მისი შემჩნევა რთულია, თუნდაც ვიღაცის სახეზე იყოთ კონცენტრირებული. ეს მოძრაობა თითქმის შეუმჩნეველია. აბა, როგორ შეგიძლია რეალურად გაიგო, გატყუებთ თუ არა ბიჭი? ძველი რწმენა, რომ სახეზე ხელის შეხება ტყუილის ნიშანია, დიდწილად უარყოფილია, მაგრამ მაინც არსებობს სხვა ნიშნები, რომლებიც აშკარა მინიშნება შეიძლება იყოს. ერთ-ერთი მათგანი უცნაურადაც კი ცხვირზე ხელის შეხება. კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც ძირითადად მხოლოდ მამაკაცებს ახასიათებთ, არის საღელოს მოკაჩვა. ეს ორივე ქცევა უფრო ნერვიულობას უკავშირდება ვიდრე რამე სხვას და ეს ნერვიულობა შეიძლება ტყუილმა გამოიწვიოს. მაშინ როცა ზოგი ჟესტი ნერვიულობას ან სტრესს ამჟღავნებს, სხვა დახვეწილი სხეულის სიგნალები მიზნად ისახავს შთაბეჭდილების მოხდენასა და მიზიდვას. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სხეულის ენა მამაკაცებში, როცა პარტნიორის მოხიბლას ცდილობენ, არის კუნთების დაჭიმვა. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი იწვევენ ბიცეპსების დაჭიმას პროფესიონალი მოჭიდავის მსგავსად, მაგრამ არსებობს დახვეწილი გზები, რომლითაც შეიძლება ეს გამოავლინონ დგომაში, რათა ცხადი გახდეს, რომ ეს მამაკაცი ძლიერია. ეს მოიცავს ზურგის გასწორებას მკერდის კუნთების გამოსაკვეთად, მუცლის შეწოვას მუცლის თხემის დასამალად და ხელის კუნთების დაჭიმას ძალის საჩვენებლად. ეს შეიძლება გაკეთდეს ჩვეულებრივად, ისე რომ პოზა დრამატულად არ შეიცვალოს. კუნთების დაჭიმვა ძალას აჩვენებს, მაგრამ კაცები შთაბეჭდილების მოსახდენად კიდევ რა უფრო დახვეთხერ ხერხებს იყენებენ. თავის მოვლა ბუნებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქცევაა. ეს აჩვენებს, რომ ცხოველს შეუძლია საკუთარ თავზე ზრუნვა და თავისი ბუნებრივი მიმზიდველობის მაქსიმალურად წარმოჩენა. და ბოლოს ადამიანები უბრალოდ ლაპარაკის უნარის მქონე ცხოველები არიან, რომლებიც ტანსაცმელს ატარებენ. ასე რომ გასაკვირი არ არის, რომ მამაკაცები ცდილობენ თავი მოიწესრიგონ და მოწესრიგდნენ, მაშინ როცა ქალი შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობენ. ეს შეიძლება მოიცავდეს ტანსაცმლის გასწორებას, სარკეში ყურებას ან თმის მოწესრიგებას. ეს როგორც წესი ქალებისთვის იმის ნიშანია, რომ მამაკაცი არა მხოლოდ მიმზიდველია, არამედ იმდენად აფასებს საკუთარ გარეგნობას, რომ ამას ხაზს უსვამს. და თუ ესეც საკმარისი მინიშნება არ არის, ყოველთვის არსებობს წვერის ვარიანტი. ეხლა გადახედე, რას ამბობს მეცნიერება იმის შესახებ, თუ რა ხდის ქალებისთვის მიმზიდველად ან დააცკაპუნი ამ ვიდეოზე.